დავიწყოთ. სალამი პატივცემულო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები დაგიბრუნდათ და დღეს განსაკუთრებულად ბასრად ვიდისკუსიებთ მე და გიორგი და თავიდანვე ვიტყვი სანამ გიორგი მოგესალმებათ რატო. მაიკროტეკი თემა რომელიც მუდმივად არის ჩვენ შორის კამათის საგანი. სალამი ბატონო გიორგი. ბატონო მიხეილ, ყველაფერს არ მოვყვებით, კადრს მიღმა ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია. დუღილის ტემპერატურამ ძალიან იმატა მოკლედ და გადავწყვიტეთ რომ ჩავწეროთ და ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ რა ხდება. რა ვარენო და რამელაძისეული წარდგენა გავაკეთე რა სიტყვით. კარგი ხარ მიხეილ, კარგი ხარ მიხეილ. სწავლობთ. მოკლედ თემა მოიტანა წინა ვიდეოში, საუბარი ჩამოვარდა რაღაც მაიკროტეკზე და მოკლედ რაღაც ვერ ჩამოვყალიბდით იმ მოკლე მონაკვეთში საბოლოო ჯამში და რაღაც აზრი გაუწყვიტეთ. და გადავწყვიტეთ რომ განვარსოთ და ჩავუყრდეთ მაიკროტექს და ჩვენი დამოკიდებულებიც აუხსნათ, განმარტოთ და ვთქვათ და საბოლოო ჯამში გავარკვიოთ მოგწონს თუ არ მოგწონს და ვინ არის ეს კაცი. ხო, არა და აი მარტო ზოგადად თვითონ ის ფაქტორი რა მე მიმაჩნია რომ სამართლიანი ადამიანი ვარ. ხა არ ვიცი შეიძლება ვიღაცა სხვანაირად ვედეს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ვაკრიტიკებ ბევრს, მარტო ის ფაქტორი რომ მე ვაკრიტიკებ იმას მოწონს, ანუ სულ სადღაცა ტიპი ტრიალებს, ანუ დასაფასებელი რა თქმა უნდა არის. მაგაზე შევთანხმდით. კი, მიშა და ეს ვიდეო არ იქნება როგორც მაიკროტეკის ბრენდი, უბრალოდ რაღაც თავისუფალი საუბარი გვექნება, ჩვენს აზრებს გავაზიარეთ, ცალკე ალბათ მოუწევს მაიკროტეკს, როგორც სპაიდერკოზე ჩაგვიწერა. აუცილებლად, კი, დაარსებით ყველაფერი, კი. ეგრე რომ მოვყვეთ რა და ეხლა უბრალოდ გადავწყვეტ რომ რაღაცა მოდელები გაგიზიაროთ, ჩვენი ემოციები ვთქვათ, აზრი გამოვხალოთ და საბოლოო ჯამში მე ერთად შევაჯამოთ. აი, ესე იგი, მე წინა ვიდეოში განვაცხადე, რომ მე გულახდილად არ მომწონს მაიკროტეკი მეთქი. ხო და მე ცოტა ისე შემოგხედე. ეხლა რა ხდება? მოდი დავაკონკრეტებ და მე არ მომწონს მაიკროტეკის 90%-ის, ასე ვთქვათ, მიმართულება. ეს არის ფრონტალური დანები. ანუ ფრონტალური დანები ოდესღაც ძალიან მომწონდა. და ორი სიტყვით ავხსნი რა მოხდა რა აქ რა. ფრონტალური დანა არის ძირითად შემთხვევაში სათამაშო, ძირითად შემთხვევაში კაი გასართობი, კაი აქსესუარი. მაიკროტეკი გაძლევს იმის საშუალებას, რომ ესეთი ფერადი აქეთური იქითური, მაგრამ ჩემში ბევრი ნეგატივი დაგროვდა რა. რატო დაგროვდა ეს ნეგატივი? მე მუდმივად ვიცახი, რომ დანა უნდა იყოს კეთილშობილი ნივთი რა და რაღაცა ფილმებით არის თუ სხვადასხვა ადამიანების ხელშეწყობით, და ავი რა, ჩემო კარგებო, ჩემო ძმებო, არ მიმაჩნია რა, რომ დანა თავიდანვე აგრესიის საშუალებად უნდა იყოს და აი ეს ფრონტალურები ამას ძალიან მოკლედ მე მიღვივებს. კი ბატონო. ეს ვიტყვი ხა შენ ახსენე აქსესუარიო. სიმართლე გითხრა, აქსესუარად მე მინუსად არ მიმაჩნია. დღესდღეობით დანები არის ხელოვნება და სადან ინდუსტრია არის რაღაცა დიდი წილი, ეგ კულტურა არის რომ ხელოვნებაში არის გადასული. ეგ აბსოლუტურად არ მიმაჩნია მინუსად რომ რაღაც თქვა, ბევრი დანა არ არის ფუნქციური. ეხლა ტაქტიკური დანიშნულება აქვს, კი, გასაგები არის, მაგრამ სულთა სპეცრაზმერს მაიკროტექს ვერ ვურჩევ ახლა მე. ხო და სიმართლე გითხრათ, მაქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ფუნქციურად კაი ტაქტიკურები შეიძლება არ იყოს. ეხლა ნუ თქვა ისა რა. აბა. აი ჩათალახი ბრენდია რა. ან იცი რატო? დაჟე იმიტომ რომ თავარის დამავიწყდა. აი რო ვიწყებთ ხოლმე გადაცემას, უნდა ერთმანეთისთვის გვეკითხა ჯიბეზე რა გაქვს და ეგეც კი დაგვავიწყდა რა, იმდენად ჩაგვიტრია ეგრევე რა. დაჟე გვაქვს ხო ჯიბეზე რა. ხო, რაღაცა და აი ეგრევე იმენა, აი რაღაცა ჯადო აქვს რა, გეუბნები რა. მოდი გულახდილად ვისაუბროთ და მე თქვა სწორი არის თუ არასწორი, ყოველ შემთხვევაში აქამდე რასაც ვიძახით, გულახდილად ვიძახით ხოლმე. ჩემი დიდი წილი რატომაც არის, რომ ტიპი არ გვესიმპათიურება. ხო, ეგ არის კი. ხო და თქვა პირდაპირ რა. ეგ არის რომ აი, აროჩე. რატო თამაშობ, თქვა პირდაპირ ტიპი არ მოგწონს რა, არ მოგწონს. არა და ვიცი რომ ბევრს არ მართლა იცმურად გთხოვთ რამოდენიმე ადამიანს, ვისაც კარგად გიცნობთ, არ გეწყინოთ რა, მე ვიცნობ ძალიან ძვირფას ხალხს, ვისაც აი მარფიონეო ასება რა. იმენა რომ აი ტიპი თვითონ ხო უბრალოდ მე მგონია რომ ბიჭებო თქვენ არ იცნობთ მის შესახებ იმდენი ალბათ არ იცით თორე
დარწმუნებული ვარ არც თქვენ არ დაგევასებოდოთ. ნუ ეგრეც ნუ ვიტყვით რა, მოდი ჩვენი გადმოსახედან ვისაუბროთ, ზოგს უკანი გოგოები მოწოს, ზოგს ხო, ეგრეც მომწოს. კი, ეგ დეფიციტია უხდება მაგას. ხო და ნუ რაღაცნაირად არ გვესიმპათიურობა და ჩვენ კიდე რავი გულახდილად წერთ ამ ვიდეოებს და იგრძნობა ეს ჩვენი განწყობების თორე იმას არ ვიტყვი რომ თქვა ის ტიპი ეგეთი არის ან ესეთი არის. თორე ლეგენდა კაცი როა და საოცრებები რო გააკეთა მაგაზე მაგაზე გადავიდეთ, მოდი ის გამოვაკლოთ, რომ თქვა ჩვენ დიდად შეიძლება გულზე არ გვეხატება. ეგეც შეიძლება რაღაცა თემა არის, რა და ყოველას ჩაუღრმავდე, ყოველას აქვს პლუს მინუს, ყოველ შემთხვევაში რაც არის იმას ვიძახით და აი ეგ მომენტი რომ გამოვრიცხოთ, აი მაგაზე ვისაუბროთ უკვე თქვა დანები მოგწონს, არ მოგწონს, ამ ტიპი შევეცადოთ რომ გამოვაკლოთ. მე ერთ რაში ვიტყვი და მოვრჩეთ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ვიღაცები მომთხოვენ, აბა ახსენით მაო რატოა და აი აუხსნიორეს ვიტყვით რა. კაცი ბოფტერზუოლას რო აწყენინებ, აი ესეც. მან დამთავრდა ძმაო და მოვრჩი მე, всё, გავაგზავნე ხა. ნუ ბევრს აწყენინა კიდე ხო, ბევრს აწყენინა. ბევრს აქვს ნაწყელი. კი ბატონო. დანარჩენი თვითონ ბრენდზე რო გადავიდეთ მეგობრებო, ნუ ეს ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას, ანუ შეიძლება დანადიდებული იყოს, მაგრამ რაღაცნაირად სიპატით რო არ ხარ განწყობილი, იმ ემოციებს ვერ ვიღებ მე და მიხელ შენც ხო ეგრე ხარ? ეგრეა თო ხა შეიძლება მე ბირიუკოვის დანები გულწრფელად მაგრად მომწონს რა. ოღონდ მეორე ბირიუკოვის. მაგრამ იმას აფინანსებს და რაღაცა ცუდ რაღაცებს აკეთებს და არ მინდა რა მაგისი არაფერი რა. გასაგებია. არის ეგ მომენტი მოკლედ რომ ეს კეთილი განწყობა ოსტატის მიმართ საჭირო არის რომ მის ხელოვნებითაც მაქსიმალურად დატკბერა და მაგის შესაბამისად არის რომ დანებსაც ვარჩევთ ხოლმე და ეგეც მაგაებსაც თქვენ გძნობთ. თუმცა მაქსიმალურად შევესწრებით ამ ვიდეოში რომ გამოვაკლოთ ეგ მომენტი და შეიძლება ის დაგვართ ობიექტურად შევაფასოთ დანები და მე და მიშამ დავიწყეთ არჩევა მაიკროტეკის მოდელების და საბოლოო ჯამში გამოდგა ისე რომ ბევრი მოდელი მოგწონს. მოდი ვისაუბროთ. კი, ანუ ეგ როგორ არის, ანუ თაროსთან რომ მიდიხარ, სადაც მაიკროტეკები აწყვია. კი, ვიძახი რა და არა, ფოტოშორის ჩემ არჩევანში ნახავთ, რომ ნამდვილად ფრონტალური ერთი ძალია, მაგრამ ნუ მომწონს რა და დავიწყოთ, მოდი აბა. კი ბატონო. დავიწყო. სანამ ვიწყეთ, დიდებული ხელოსანი არის. ჩემი აზრით არის სტივ ჯობსი. აი, სტივ ჯობსის ეგეც მე დიდათ არ ვაძებნებ ამ ყველაფერს თვალს, მაგრამ პრეზენტაციას რო აკეთებენ ხოლმე როგორც სტივ ჯობსი მახსოვს რა რაღაცა გეგონება ყველა ახალ მოდელზე ახალს ქმნიდა, ახალს იგონებდა, რაღაც ისეთი პრეზენტაცია ქონდა ხოლმე და ეგრეა და თან მე მგონია რომ მაგაშიც ბაძავენ. ბაძავენ და ნახე რა მომენტია მე შეგნებულად ძალიან ცოტას უყურებ მაიკროტეკის Facebook გვერდს და Instagram გვერდს, იმიტომ რომ როდესაც დავაკვირდი რომ აი ჩვენ რო იქ რო გვიდევს რა მარფიონი ისა რა მაგის წარდგენას რო უყურებ ბიჭო შენ თავს დავაკვირდი რომ ახალი შექმნა რაღაცა შევედი ბიჭო როლში და მე აბაბ მეთქი სექტა გაჩერდი დანები მიშათავი მეთქი გადავრთე რა ბიჭო იცი გამახსენდა YouTube 95 რო ჩამოგვივიდა ახლა მე შეიძლება თუ მე გადავამოწმოთ ხოზე ისა Zero Blade Play მე არ მინდოდა თქმა მაგრამ ახლა შენ თქვი აი ანუ ჩამოგვივიდა რა ეგრე ველოდებოდით რომ პირს ლუფტი არ უნდა გქონდეს რა და ორივეს ვაზარალა რა არა არ ვაზარალა ახალი მოდელი ანუ ვაზარალა რა დაგვაგოიმა რა ჩვენ ხო დილერები ვართ კაცო გაემთხილებინა გეთქვა ჩვენთვის რო იცი რა ბიჭებო არა მე ვნახე და სახელში არ აწერია და ულტატეკებს აწერია არა ZBP არ აწერია ხო და იმას არ აწერია მაგრამ ვიდეოში პრეზენტაციაზე მახსოვს კი მეც მაგრამ კიდე გადავამოწმ ბოგას მაგრამ ეგრე მახსოვს რომ არ აქვს ყოველ შემთხვევაში ნუ რაც უნდა იყოს მე პირადად ვაღიარებ რომ ძალიან მაგარი დიდებული ხელოსანი არის და მთლიანი სადანე ინდუსტრია შეიძლება უკან ყოფილიყო მიხეილ და რა დანებითაც ჩვენ თავი მოგვაქვს და თქვა სიამოვნებას ვღებულობთ შეიძლება ისინიც კი არ ყოფილიყო იმხელა გავლენა მოახდინა ამ ადამიანმა ამ ყველაფერზე და ძალსაღად დასაფასებელი არის დანარჩენი არის ინდივიდუალური და სუბიექტური მე ყოველთვის ყველას ვეუბნები ხოლმე რომ მეკითხებიან შეიძლება თუ აი შენ რომელიც იყიდი შენ რომელიც მოგწონს და ასე შემდეგ და არ პასუხობ ხოლმე იმიტომ რომ ეს არის ისეთი საკითხი რომელიც ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომ მაქსიმალური სიამოვნება და ემოცია მიიღო და იქ ვიღაცის რაღაცა მიმბაძველობით ვიღაცის აზრის თუ გადაწყვეტ რაღაცეებს ისეთ ემოციებს ვერ მიიღებ და მაშინ გექნება ხანდახან იმედგაცრუებები მე როგორც გამომეწერია ვიღაც ბლოგერების ჩევით გამომეწერია ბევრიდან და ჩამოვივა და სხვა რაღაცა ყოფილა მაგრად გაგიტყდება კი ბატონო ეგეთი მომენტები რა და ყველამ თვითონ უნდა გადაწყვეტოს რა ჩვენ სუბიექტურ აზრს ვიძახით ჩვენ თქვით რომ მაიკროტეკზე ცალკე აუცილებლად ჩავწერთ ვიდეო სადაც კომპანიაზე ვისაუბრებთ მაგრამ ერთ პატარა ჩანართს ჩავამატებ ანუ ასევე ერთ-ერთი მისი გენიალობა არის იმაში რომ მან კომპანია ააშენა
კლასიკური ამერიკული, ასე ვთქვათ, სტანდარტების მიხედვით, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ესეთი გადამწყვეტი როლი რა, ანუ მას ყავს უძლიერესი გაყიდვების გუნდი, მას ყავს HR-ი, ქართულად რა ქვია HR-ს, კადრების human resources. ხო, ნუ მაგათ ვეცარ ქართულად. კი ბატონო, ანუ მაგ მხრივაც და მოკლედ მაგაზე ბევრ საინტერესოს მოგიყვებით და ეხლა მივიდეთ დანებზე და მოდი მე პირველს ვიტყვი დანას. მედი. პირველი დანა, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ეს სუპერ ფერადი და ძალიან მაგარი დანა, Microtech ლუტი და რა მინდა პირველ რიგში რომ ამ დანაზე ვთქვა. ზუსტად წელი არ მახსოვს, როდესაც ლუტი გამოვიდა და თავიდან ლუდ ერქვა უბრალოდ და წელმერე დაემატა Underwater Demolition Team, უბრალოდ არა, თავიდან ერქვა UDT ლ დაემატა მერე და პირველი მოდიფიკაციის ლუტი, რომელიც მე ძალიან მომწონდა, სხვათა შორის ფოტო დაიდება, არა, ვერ წარმომედგინა, აი ეს პირველი მოდიფიკაცია ესე თუ შეიძლება და გადაკეთებულიყო. მართლა ვერ ანუ აი რო დადო გვერდზე რა, ხო კი, ერთი მოდელია, მაგრამ იმდენი ნიუანსური ცვლილება მისცა და ჩემი აზრით იმდენად გაანავაროტა, ის თუ იყო ტაქტიკური რაღაცა ტიპის დანა, ეს უკვე გახდა ტაქტიკურიც, იდისიც და სტილიც რა. ანუ ერთდროულად რა, ხო იცი, იმაში რომ შეგიძლია რა, შეახამო რაღაცა ფერებში და თან იმდენ ფერში უშვებს, რომ ჩაცმულობას მოარგო და ნუ არ ვიცი. ანუ მე ვიძახი რომ Microtech-დან ერთ-ერთი გამორჩეულად ჩემთვის ფავორიტი მოდელი არის ლუტი და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ დანა იხსნება გვერდიდან და ასევე მისი პირის გეომეტრია არის დანის კლასიკური გეომეტრია რა. დაშვება არის flat ground-ი და მე ამ დანით რო დამჭირდეს ეხლა კაი ჭოპორტის პამიდურის დაჭრა დავჭრი. რაღაცა გამახსენდა ადრე მაქვს გაგონილი რაღაც ბაზარში მონანასლედინია თუ რაღაცა ვირს რო ყიდის თუ რაღაცა და ბოლოს ისიაქებს რომ აღარ გაღიზეს სახში წამოიყოს და ესეთი მგონია რომ ვიდეოს ბოლოს შეიძლება მე და მიშა ვალები და კი ეგეთები ხდება ხოლმე არა არქიონეს სერიოზული მიმდევრები გავხდეთ და კოლექციებში დავიმატოთ. არა ჯერ მარტო ბიჭო აი იმის მოფიქრება არ გინდა M390 MK რომ მეუმატა. ხო კი ბატონო რომ აი განსაკუთრებული M300, მაგრამ მოკლედ ლუტი მიყვარს, ბაღიარებ. ლუტი მეც მიყვარს და ბარემ რახანე გამოიყვანე, მეც შემოვიყვან მეორე ლუტს. აბა ასპარეზე და ვიტყვი რომ არ არსებობს არც ერთი ხელოსანი, არც ერთი ბრენდი, რომელიც ერთ და იგივე მოდელს მსგავსი ნაირსახეობებით, მსგავსი ვერსიებით და მოდიფიკაციებით თავაზობს და ყველა არის ერთი მეორეზე ლამაზი, განსაკუთრებული და რაღაცა ყველა გინდება რომ შეაგროვო და ზოგი არის რომ მარტო რაღაც ერთ მოდელს აგროვებს ხოლმე. ჯეთა რა არის, აი ამ მოდელზე ამას ვერ ვიფიქრებდი. კი ბატონო და აი და როგორ მოუხდათ არ? აი ულამაზესი არის, უძვირფასესი და ულამაზესი დანა არის და ფუნქციონალიც არ დაუკარგავს. დანარჩენი ახლა ყველას თავის გადასაწყვეტი არის. აი რა გაქვს საშუალება რა, რომ თან აი ეს რო აქსესუარად გიკეთია. ან მაგარია და ჭოპორტის მამედებს უნდა ჭრე რა სიძახი. მოკლედ ნამდვილად დასაფასებელი არის, ლუტი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მოდელი არის Microtech-ში მართლა, ანუ ძალიან ფუნქციური დანა არის, ძალიან გამოსადეგი, ძალიან მუშა და ძალიან საიმედო დანა არის და მეტი რას ავთხოვთ და პლუს ავტომატურია და პლუს Microtech-ი არის. ამ მოდელს ყველას ურჩევ ხოლმე, საჩუქრებს რო არჩევენ ხოლმე, მარტივად ვეუბნები ხოლმე, რომ აი ეს მოდელი პლუს მინუს ყველას გულს იგებს და ეგრეც არის. მოდი მაშინ პატარა დეტალიზაციაზე ვიტყვი, იმიტომ რომ მე კლიპსებს ვაქცევ დიდ ყურადღებას და როდესაც კლიპ ზოგადად არ მეყვარს კლიპსაც რო არა გამოფრეზილი, მაგრამ ეს იმდენად მძლავრი ვინტებით აქვს გაკეთებული რა, რომ ანუ თითქმის აი რა ქვია ამას კაცო დიზაინი რის საშუალებასაც აძლევს ხო ყველა ნიუანსს ცდილობს რომ გაითვალისწინოს რა ანუ ესეც არ დაუკარგოთ ამ კაცს რა. ნუ მოკლედ უმაგრესი მოდელი არის მაგაზე ვთქვით, მიშამ დამასწრო იმოდელი საღება და მეც მაინც არ მოვისვენი და მაინც რაღაცნაირად ჩავსვი. ო რა შენზე ნაკლებიო და 4ჯერ თუ 6ჯერ ძვირიანი აგერ გააძრო რა და რისი თქმა მინდა იცი ეს მე მგონი ჯერ არ არის Blade HQ-ებზე და იმეებზე. მართლა? იგი მე როგორც ვიცი მაკრები ვართ მე ხე. ნუ ეხა აქ რო დაამატო რომ ეს ფოლადი არის აბსოლუტურად high class კომპანიის გაკეთებული ცალკე Baker Forge-ის იქ ვინტი ეს არის
რავი რა ფაქტიურად Bugatti Chironია რა დანებში რა. ულამაზესი გამოვიდა ეს, ბევრი მინახავს დანები, რომ თქვა ძალიან ძვირფას მასალას დაუყევენ და რაღაც, მაგრამ აი კარბონისი არის საოცრად შერჩეული, დანისპირი, თვითონ ეს ანოდირების ფერები, აი ყველაფერი რაღაც თლიანობაში ძალიან მაგარი არა, ეს იმენა გამოვიდა კი. კაი, შევთანხმდით, რომ ლუტი მაგარი არის და მაიკროტეკი და მარფიონე ძალიან მაგრები არიან ამ სხვადასხვა ვერსიების კეთებაში და მარკეტინგში. რამდენიმე პლუსი ვთქვი? კი ბატონო, რამდენიმე პლუსი ვთქვი. კი ბოლოს ხონერად დავამთავრებ ჩვენ ამას. მაგრამ მოდი ახლა მე გავჩუმდები ცოტა ხანი, იმიტომ რომ შენ მან გიდევს დანები, რომელზეც აი მე მოგისმენ რა სიტყვი რა. მაიკროტეკებზე მაგ ლაპარაკი, გააგრძელ. აი რომელიც ეს იყოს? რომელიც გინდა? აი ეს. რომელიც გინდა? აი კომბატ რუდონს გადმოვდებ მიხეილ და ეს არის კომბატ რუდონი, წინა ვერსია არის, second generation-ი და არის Hellhound Razor-ი მიშა. ეს ახალი კომბატი არ არის? არა, მიშა ახალი მოდელი და მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქართული მაიკროტეკის მოყვარულებზე. აი 30-50 წელს რო იყიდი და აი ეს დანა მაქვს 1 წელი ჩამოტანილი, მე მგონი წელიწადი გადის. თქვათ ასეთა და არავის არ მიუღწევია ამაზე ყურადღება. მე მგონია რომ ძალიან მაგარი დანა არის. ჩვენ ამ გადაცემაში შევეხებით პირის ფორმებს და მე მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ უბრალოდ პირის ფორმების მუღამსაც ვერ უჭერს ალბათ ხმარებელი რა. ხო, არ ვიცი, აი ალბათ მაიკროტეკის მაგიდას კარადას რომ მისულიყავი პირველი ერთ-ერთი პირველი ამ მოდელში შევამშევდი და საოცარი პირის ფორმა. არ ესეთი რამე გინახავთ? რავი, გადატეხილსაც გავს, ლამაზიც არის, მართლა სამართებელივიც არის, განსხვავებულიც არის. ანუ ეს ჭრის ტყუილა კი არ არის. ანუ დანის ვიზუალზეც არ არის რაღაც 1000-ნაირ ემოციას იწვევს. ეს ყველაფერი არის დასაფასებელი დანაში. დანარჩენი ჩვეულებრივ ეს როგორი რაღაცაა, იცი, აი პოსტ-აპოკალიფტურ პერიოდში, აი ესეთი ზომბები რო არიან, რომელსაც თუ ყემში არ დაარტყი, ვერ მოკლავ. აი ზუსტად მაგათთვის არის გაკეთებული თავი, რომ იმ ზომბში კარგად ისევიდეს რა. არ ვიცი, საოცარი ნამუშევარი არის და ანუ თვითონ ეს მოდელი ძალიან მომწონს. ახალი მოდელიც ხო გააკეთე, რომელიც რბილად იხსნება, რა გადმოვიღებ ახლა. ახალი მოდელი რო დავიჭე, ხო, რბილად იხსნება, კარგი არის, სასიამოვნო მექანიკა, მაგრამ იმის მე ეს სხვანაირად თავაფასი, რომ ამას სხვანაირი ემოცია აქვს. აი ეს ამიტომ ამ მოდელზე ცოტა გამიჭირდება რომ რამე ცუდი ვთქვა. ანუ ესეც მოგწონს შენ. ნუ ტრუდონი იცი შენ რომ კაი ხარეში. კაი, მაგაზე გავშვიდი. კაი, ტრუდონიც მოგწონს. ტრუდონი მომწონს. მოგწონს. მაგრამ ახალი ტრუდონი არ მომწონს, მაგას ვიტყვი. საოცარი მოდელი, მე მგონი ჯონ ვიქსაც ეს ქონდა, ხო? ჯონ ვიქს ტრუდონი ქონდა და საოცარი მოდელი, საოცარი signature series-ი Hellhound Razor-ი პირით. ნუ ამ მოდელის გარეშე ალბათ მაიკროტეკის კარადიდან ვერ გამოვიდოდი, რომ ეს უნდა მეჩვენებინა, რომ ძალიან მაგარი დან არის და ამასაც დავიმატებდი. მომწონს, მაგრამ ვიტყოდი ესეთ რაღაცას. მე არ ვიყიდით. მივხედავს რომ მომწონს, ანუ მე არ თემა არის, ეხლა მაგის სხვანაირი სამსჯელო არის, ყიდვას არ ვიყიდდი, ცოტა ისე ჟღერს, ჯიბით ვზომავთ. არა, ჯიბეს თავი დაანები, ანუ ჯიბე გაძლევს შავთვალოთ საშუალებას რა, ანუ მე ჩვენ ხო სიმართლეს ვიძახით და ვიძახით ჩვენ, მე არ ვიყიდიდი რა, მორჩა. არა, შო, ამას აი მას ვიყიდიდი, უფრო ძვირიდეს, მაგრამ იმას ვიყიდიდი. არა, ამას ვიქონებდი კოლექციაში. აუ, ჯერ რა ხმაქვს, ნახე, რა სხვანაირად ამოდის. კი ბატონო, კი ბატონო. კაი, მოკლედ, ნუ კომბატ რუდონი Hellhound Razor-ი. ორი სიტყვით კიდე დაამატე, რომ აი ეს Hellhound-ი და აი ესეთი ტიპის პირის ფორმის გაკეთება ახსენე, აბა როგორი ამბავი არის. როგორი ამბავი არის და ნუ ალბათ ეგეც მარკეტინგის თემა არის რა მიშა, რომ განსხვავებულ პირებზე ეს ადამიანი აკეთებს, განსხვავებულ ვიზუალზე, ანუ ფუნქციონალს კი არა მატებს, მაგრამ უბრალოდ ექსკლუზიურობას მატებს. და ეს ექსკლუზიურობა ყველამ ვაღიაროთ, რომ არის დასაფასებელი და ყველანი ვიხდით მაგაში ფულს. ეხლა უმრავლესობამ შეიძლება თქვას, რომ აი გადამეტებული არის ფასი და გადამეტებული არ არის ფასი. საშუალება გქონდეს, ყველა გადავიხდით ექსკლუზიურობაში და ყველანი ვატარებდით, ნუ გამონაკლისების გარდა რაღაც ექსკლუზიური ნივთებს. ნამდვილად, ნამდვილად. Hellhound-ი და აი signature series-ი და ეს წარწერა და აი ეს მარფიონეს ნიშანი და ის რო განსხვავებული პირი არის, ძალიან ექსკლუზიურს ხდის ნივთს, რომელიც ძალიან განსხვავებულ ემოციებს იწვევს. გმადლობთ ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. თuliდი რომ კი, სათქმელი. გავაგზელო? მიდი. დანა რომელსაც ახლა გაჩვენებთ, თვითონ კონკრეტულად მოდელი მიმაჩნია რომ არის ბოლო წლების მაიკროტეკის ყველაზე დიდი მიღწევა. მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბრო ფერზე რა. ესე იგი MSI მოდელი არის, აი რა ვიცი, ამათი ალბათ ბოლო 4 წელიწადში, 5 წელიწადში, ნუ მე პირადად ვთვლი რომ ყველაზე მაგარი მოდელი. დაწყებული იმით რომ ანუ აი რაღაცა საოცარი ერგონომიკა აქვს, სუპერ მუშა დანა არის.
ჩამტეტი მექანიზმი აქვს ძალიან კარგი. ფიჯეტი არის მიუხედავად იმისა, რომ ამხელა. მაგრამ აი ამ ფერს, რომელსაც აი არ ვიცი რა გენიალური მარკეტინგია. დაარქვა სანგრია. სანგრია ვინც არის იცით რა არის? ეს არის ესპანური ღვინის სახეობა, რომელიც კეთდება რაღაც ბევრი სხვადასხვანაირი ხილით, რაც ღია წითელი ღვინით და ზაფხულში ყინულებით არის რაღაც საოცარი დასალევი და ჩემში ისეთ ასოციაციას იწვევს ეს დანა, რომ აი არ ვიცი, შტერდები ისეთი ფერია და ავი კიდევ ერთხელ ვიძახი რომ მიკვირს, რომ ჩვენთან ჯერ კიდე არ არის ეს ფერები პოპულარული რა და აი ეს დანა მართლა ძალიან მევასება რა. აი მიშა გულახდილად ვიცი. სანამ ამ დანაზე გადავალ, ფერები კი არა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ კულტურას საქართველოში, მაგრამ დანარჩენი რა გითხრა, აუთბრეიქები მქონდა ჩამოტანილი და signature სერიასები, Star Wars-ის სერია, წითელი ულტრატეკები და აი ხალხი რომ მოდის, ანუ უცხო რო არის, უცხო. აი მაგას არ მოწონთ ხოლმე და ბევრი ყიდულობს სტანდარტულად შაოს, ან სტანდარტულ იმფერებს. მე მგონია რომ დროის თემა არის ეგეც ყველაფერის, რომ აი ეს განსხვავებულობა და ეს რაღაცა საინტერესო მოდელები უფრო აღიქვას და დაინახოს ხალხმა. იგივე არის ამაზეც. დანარჩენი მოდელებზეც მინდა ვთქვა მიშა. კი, თქვი აუცილებლად. ჯერჯერობით რაზეც ვლაპარაკობთ, ყველაფერს ვლაპარაკობთ კარგს. კი ბატონო. კი ბატონო. მაგრამ მე ვიცოდ მე ველო მაქვს იქ რასაც გავლანძღავ. კაი. ამ მოდელზე რა მინდა თქვა? აი მარტივად და გასაგებად რო თქვა, აი რო შემოდიან მომხმარებლები 600-700 ლარის ბიუჯეტში რომ მეუნებიან, პირველი ვთავაზობ ამ თანას. ანუ ესეც კი ძალიან მაგარი და ძალიან დასაფასებელი არის, რომ აი ესეთი დონის ბრენდი შექმნია ესეთ დანას, ესეთ ფოლადს, ანუ უბრალოდ სუფთად ბრენდები რო გამოვაყოთ და ავიღოთ რომ ერთმანეთს დანები შევადაროთ 600-700 ლარის ფარგლებში. ერთ-ერთი მსგავსი ხარისხის, მსგავსი მასალების დანა დიდი არჩევანი არ არის. მათ შორის არ ჩინურ ბრენდებში. კი ბატონო, არ ჩინურ ბრენდებში, რომ M390-ზე ესეთი ნამუშევარი მაგარი ჩამკეტით. კი, არ არის და აი თამამად აი მოდელს უწევ ხოლმე რეკომენდაციას, რომ კარგი ინსტრუმენტი, კარგი ექსკლუზიური ნივთი, მაიკროტეკითა, პრესტიჟული ბრენდი. კლიპსა როგორი კარგად არის ეგეცაც ჩვენე? ძალიან მაგარი კლიპსა. ამოფრეზილი, მე ჩასმული, არცად არ წავა ჯიბიდან. ჩასმული, deep pocket-ი, ყველაფერი აქვს, მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე. რამლოკით საუკეთესო ფიჯეტი. ძალიან კარგი ჩამკეტია. სათამაშოდ ძალიან საინტერესო და აი რა უნდა ვთქვა, ძალიან მაგარი მოდელი. კი ბატონო. აი. ოჯახამას 729 ლარია ეს კონკრეტული მოდიფიკაცია, ამასაც ვიტყვი. გაგრძელი, აბა ეხა გისმენ. კაი. ცოტა იქ. იცი რა არის, ეხა ლუკამ შემახსენა რა. ჩვენ რაღაცა დავივიწყეთ და მოვდუნდით მეგობრებო. კი, შეიძლება დიდ ციფრად მოგოჩვენოს 5000 გამომწერი, მაგრამ მე მგონია რომ ჯგუფში, ჩვენ ჯგუფში სადაც 20000 კაცია, გამოწერის ღილაკზე თუ არ დაგვეზარება ხელის დაჭერა, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც აი ეს MSI იქნება ერთ-ერთი თქვენთაგანის და მოდი, დავაჩქაროთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაველოდოთ გათამაშებას, როდესაც გათამაშდება MSI. გამოიწერეთ. კაი. ამას გადავალ რახან რაღაც signature სერიესები ვახსენეთ და განსხვავებული ვერსიები ვახსენეთ. ერთ-ერთი არის ეს. აი UTX 85 არის. Star Wars-ის სერიიდან არის X-Wing არის სერია, ხომალდი არის, კოსმოსური ხომალდი. არ ვიცი, აი ულამაზესი დანაც არის. ძალიან განსხვავებულიც არის, ძალიან ექსკლუზიურიც არის. ნახე რა მაგარი ლოგო აქვს. კი ბატონო. ხო და აი ეს დანა ჩამოსული არის, არ ვიცი, ერთი ურთვია. ესენი ჩამომაქვს თან თითო ოროლა, მეტი ხო ვერ ჩამომაქვს და აი არც ისე არ ყრია არსად. არა, არსად არ ყრია, ხო ეხლა რომ მოძებნოთ ეს მოდელი თავისუფალ გაყიდვაში, რავი, ძალიან ცოტა შეიძლება ნახოთ, ხო და მე მგონია რომ დროის ამბავი არის, რომ ადამიანებმა უფრო მეტად ღრმად ჩაიხედონ და უფრო მეტად დააფასონ, იმიტომ რომ მე მგონია რომ მაიკროტეკი ჯერ დღეს თუ ყოველთვის მოდასავით არის. და არა იმიტომ რომ რაღაცა ჭეშმარიტად ისეთი მიმდევარი მოყვა. ხო, აი მაიკროტეკი არის რა და როგორც აი მაგალითად კეტებში რა მარჯიელა რო იყო ცოტა ხნის ყველას უნდა წმოდა, აი მაიკ ეგრეა. განა სუდი არის ეგ. უბრალოდ ჩვენ სხვანაირი სიყვარული გვაქვს და სხვანაირად გვინდა რომ გაიზარდოს სისტემა და სხვანაირად გვინდა რომ გავაცნოთ ხალხს. მეტი არაფერი. მიაქციეთ ყურადღება მსგავს მოდელებს და თვითონ ამ მოდელზე რაც შემიძლია თქვა და მაიკროტექსზე. აი არ არსებობს კიდევ ერთხელ გავიმეორებ მსგავსი ბრენდი, რომ ესეთი ვარიაციებით აკეთებდეს ერთ და იგივე მოდელებს და ყველა იყოს ესეთი გამორჩეული და საინტერესო. გაგიმანძღო? ეს მოდელი UTX 85. აი გახსნილი დანის მიწოდება რო არ შეიძლება, მაგას მე ვერ ახვდები. დავანებოთ მაგას. დაწერეთ კომენტარებში რატო არ შეიძლება გახსნილი ძალიან ლამაზია. ძალიან ექსკლუზიურია. თვითონ ეს მომწონს ძალიან, რომ Star Wars-ის ორი აზრი არის, მაგრამ
აი ამ დანის საჭიროება მიხსენ. რავი, ჩემი გამოცდილების ტორტი გაუჭრიათ, ლიმონი გაუჭრიათ. მოდი მაშინ ასე ვთქვათ რა. მე ამ დანის საჭიროებას ვერ ხედავ, სათამაშოები მიყვარს, ანუ ბევრს აი, რა ვიქონიებდი. დაპარაკია, მიშა. კარგი აქსესუარი ხო არის, ხო თახტებით. მაიკროფონიც ხო არის. ხო, ჩვენ ხო სიმართლეს ვიძახით. სათამაშოც ხო არის. ხო და სათამაშოა ძალიან მაგარი. ხა ყუთსაც გახსნის, კაბელსაც გათლის. მაგრამ მესმის შენი, მესმის რასაც იძახი. ნუ ვერ ჩავხევი რა. ნუ ლიმონი გაუჭრიათ და დანას აღარ უმუშავია, გავიგე, ტორტი გაუჭრია, ტორტის არ არის, მაგრამ ნუ გაუჭრია და დანას აღარ უმუშავია. პატარა მტვერზე შეიძლება აღარ იმუშაოს, გავიგე, ვიცით, თორე მაქსიმალურად სიამოვნებით მე მაგალითად ერთი 4-5-ნაირ სხვადასხვა იმას ბობაფეთს იმას დავიდებდი, თო ბაზარი არ არის კოლექციაში. ლამაზია მიშა, მაგარი არის, აქსესუარი არის, რა მეტი მაგრამ ამას და ამას შორის ხა მე როდესაც არჩევანს ვაკეთებ რა და მე მიყვარს დანის გამოყენება, ნუ ამას ავიღებ რა. მეტი სხვა არაფერს თქვა არ მინდა. არ მოგწონს შენ ფრონტალურები. არ მომწონს მე ფრონტალურები. კი ბატონო. ჰოკი არის დავინჩი. გესმის? და სხვა თემა არის რა. თორე შეიძლება მონალიზა სხვანაირად რო დაეხატა, რა ვიცი, გოგოტიშვილი მამუკას არ მომწონებოდა. არა, ის მომწონს. გავიგე, ესეც დავინჩა უყურთ მარკეტინგის. კარგი. შენი ხათრით ბოლომდე ცუდ წარვიწყო. კაი. გავაგზავნოთ? გავაგზავნოთ. მოკლედ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მოდელი UTX 85 და მე ცუდის თქმა სიმართლე გითხრა, ამაზე არ შემიძლია. ეს თადერთი თავის გასატეხებს არ ვეძახი ამას. არ არის ეგ თავის გასატეხი, რა უბედურებაა. თავის გასატეხი დანა გაქვთ, ანუ ტეხავს. თავის გატეხვა თუ გჭირდებათ, შემოკარგება, რა ყველაზე იაფი საშუალება არის აგურით, თო რაღაცა. ეს ადი იყიდე და დაგვანებით ჩვენ თავი რა. ეგეც ხო არ არის მიშა, რომ აი იმდენად ესეთი მოდა არის და რაღაცა თან მსგავს იმაში რაღაც თემის მოყვარულებში, რომ მაგალითად მოდი რეალობა ვთქვათ რა, იცი რა არის თავდაცვა, ხო? რეალურად ყველას ალბათ ადამიანს აქვს, რომ რაღაც საფრთხე უბრალოდ დანა არ არის კარგი თავდაცვის საშუალება. ბევრად კარგი თავდაცვის საშუალება არის, მაგალითად ციცაკის სპრეი. პირობითად ვიძახი, რა შეიძლება ბეისბოლის ბიტა. ამიტომ თუ რაღაცა ჩვენ დაგვანებეთ რა და დანებს თავი რა, არამით დაიწავეთ. მოკლედ ესეთ რაღაცას ვიტყვი, არ ვიცი რამდენად სწორად გადმოსვიდა და განმარტავ რა. აი ის რაც მე და მიშას თქვათ მიუღებელია და არ აქვს წამსა ჩვენთვის მიუღებელი არის, იმას ძალიან ხშირად რო ხედავთ, ისიც შეიძლება მოქმედებს ჩემს და შენზე მიხელი, რომ რაღაცნაირი ანტიპატია გამოგდის რა და რაღაცა დანებ თავის გასატეხი და აი ამ დანით გუშინ თავი გაუტეხეთ და რაღაცა ჩემთვის მიუღებელი არის ეს. არაფერს არ ვიძახი. თორე თქვენი საქმეში თქვენი ცით. ბაზარი არა. ბატონო, просто ჩემთვის მიუღებელია და შეიძლება ეგეც არის, რომ ზეგავლენა სახდეს ჩვენს არჩევანზე და შეხედულებებზე და განწყობებზე. აი ხა რეალურად თავდაცვა და თავდასხმა და დედის და ასე შემდეგ დაკავშირებული მოდელი მინდა რომ წარმოადგინო რა. სოკომელიტი. თან აი ესეთი აგრესიული სერეიტორი პირით და დანა რომელიც რეალურად ყოველგვარი რაღაცა მარკეტინგების და იმის გარეშე ძალიან ბევრი სპეცნაზელის საყვარელი მოდელია და თვითონ ყიდულობენ. ანუ კი არ აძლევენ სამსახურში. აი ხელფას რო აიღებენ, არენანებად მიდიან იმ 300 თუ 400 დოლარს იხდიან და უამრავ მაგალითს ნახავთ ამდანით რო დადიან რა. მე და გიორგის, ანუ ამ დანაზე ცოტა სხვადასხვანაირი შეხედულება გვაქვს, იმიტომ რომ გიორგი პერფექციონისტია და ამ დანას აქვს 1-2 რაღაცა ესეთი თქვათ იდეალურთან შეიძლება არ იყოს ინჟინრულად, მაგრამ აი ხელში ჭერა პირობითად ვიძახი, რა ვიცი, აი საომარ სიტუაციაშიც რო ვიყო და რომ მჭირდებოდეს დამხმარე დასაკეცი დანა უარს ამ მოდელზე არ ვიტყოდი და აი მაიკროტეკის ნუ სოკომელიტი მე მიყვარს. გეტყვი მიშა რომ ამ მოდელს მეც ვაღიარებ. მოხმარებლები რომ მოდიან, ვცდილობ ხოლმე მაქსიმალურად დაუხსნა. რო თქვათ აი ამ ფასში, თქვათ SSX სხვა შეიძლება უფრო ტექნოლოგიური, უფრო ხარისხიანი იყოს. მაგრამ ანუ მარტო ფასზე არ არის რა, ფუფუნება არის კიდევ იმეორებთ. ეს დანა არის ძალიან მაგარი მოდელი და ბევრად მირჩევნია რაიკის სოკომ ბრაუზე. აი ხო ტექნოლოგიურია, ტიტანები არის, მასალები არის, იმიტომ რომ ამ დანისგან მე ვიღებ ისეთ ემოციას, რომელსაც ამ მაღაზიაში ბევრი დანა არ მომწონს.
მართლა უმაგრესი დანა არის და ცოტა ისე რომ გადავდივართ ხოლმე რომ გიჟებს რო გვეძახიან ხოლმე აი რო ვიძახი ხოლმე რომ აი რაღაცნაირი თითქოს სული აქვს რაღაცნაირი ემოციას იღებ და იმაში იმოსტაც აქვს ჩადებული აი მეთვორდებს რო აქვს ჩადებული და რაღაც ემოციები აი ესე მგონე რომ აი იმას აქვს აი რაღაცა ყველაზე ნაღდი მაიკროტეკია მე მაქვს просто არ ვიცი რა მაგ ვიდეოს ვიპოვე თუ არა მოკლედ ვიდეო იყო ესეთი რა Fiat პუნდოები რო რაღაც პატარა ფურგონები რო არა თურქები რო დააქვს დისტრიბუციას რა მოკლედ ნუ რაღაცა იტალიაში ხდება რომელიღაც ქალაქში ანუ ვერ მანქანის კარების ვერ აღებს რა ტიპი რა აი ამ დანით აი ამ ალუ ჟესტს რა ანუ თქვენ აი ესე აკეთებს და გეფიცები ყველა გამოიჭრის მაო და გადმოღუნავს რა ანუ საოცარი დანა არის საოცარი ემოცია აქვს მე რა რო თქვა ის კლიპსა ისეთი აქვს ისეთი ტექნოლოგიური არ არის თვითონ მოდელი არის საოცარი და პირდაპირ ჩემთვის წეღანას თქვი ანუ ყველაზე მაიკროტეკი ანუ რაღაცნაირად აი ტაქტიკაზე როა საუბარი და ისეთ ხასიათზე რო არის საუბარი აი ამაზე მაგარი არც ერთი არის просто ეგ არ არის მარფიონაში შექმნილი რა და მაგაზე просто ვერ დავამტკიცებ და ამიტომ ბევრს ვერ ვილაპარაკ მაგის გაკეთებული არ არის და ანუ უნდა ვაღიაროთ მაგის გაკეთებული თუ არ არის ეგეც მაგარი არის ეგეც მაგარი თუ შეიძლება რა თქმა უნდა აგი უნდა ვაღიაროთ რა და წითელი ფერი მაგლა თუ ხდება წითელი ფერი უხდება და იწუნებენ ხოლმე და რა მაგარი ძალიან მაგარი ძალიან ბიჭო რა თვითონ ვიზუალიც ამ მოდელს ყველაზე ლამაზი აქვს თვითონ ეს პირის ფორმაც ტანტო ფულსერეიტორი არ ვიცი ულამაზესი არის აი ხა ეს მართლა ის შემთხვევაა რომ გადაცემა რომ დამთავრდება შეიძლება ნაწილ რაღაცა საქართველოს ბანკიდან რაღაცა ეს წავიღოს სახში მე და ძალიან მიყვარს დანებს რომ აქვს გამორჩეული ხმა კი ამარა ხედადობა რომ ესეთი ხმა არავის არ აქვს აი დანას რო არ ხედავდი და მომახიანად რომ შემოდიხარ აი ეგეთი ხმა აქვს რა დაუკარით ოსური მიშა არის მოსული აი ეს უფრო ეგეთი ხმა აქვს რა არა უნდა ვიყიდო ეს უნდა ვიყიდო რა ყველანაირად დამთავრდება ეს ამბავი კარგი ბატონო კაი მოდი მაშინ აგერბარემ სოკომების ოჯახზე იყო საუბარი და გამოდებ სოკომ ალფას ესეთი ფიქსი არავის არ აქვს. აი ესე ვიტყვი. აი როგორ ესეთ ჟარგონს ვიხმარ რა ცოტა ისე გულებს ხوانად არ ვიცი რომ გადმოცი როგორ გადმოცი ესეთი ბლატნოიდანა. აი ბლატნოი ვიძზე არის. იცი რა თუ არ ვიცი თუ ხარ დაკვირვებული და თუ გიტაცებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნივთები რაც ჰქონდათ მაღალ ჩინოსნებს რა მესამე რაიხის რა. ანუ უყვარდათ კაი ჩაცმაც, კაი აქსესუარებიც და ნუ განსაკუთრებით საათები რა და ეს ბრენდი რომელსაც ახლა ვიტყვი დღესაც არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რა ლანგეზონი და აი ლანგეზონს ჰქონდა ტაქტიკური იმის რა ქვია ფრინავის საათი და ერთ-ერთი იყო გებელსისთვის რა გაკეთებული ალბათ მოვნახავთ ინტერნეტში და დავადებთ რატომღაც მაქვს აი ეგ ასოციაცია ამ დანასთან ისიც არის რაღაცნაირი აი ბლატნოიდანა ის არის რა საათი რა და აი ეგეთია ეგეც რა აი გენერალსკი რა რო იტყვიან რა ანუ მართლა ეგეთი არის ანუ ბზინავს კიდევაც მაგარი დანაც არის მართლა ტაქტიკურიც არის კარგად ჯდება ხელში და კაი საბრძოლოც არის პლუს კიდე თლაცის არ არის ანუ თლაც ზუბილა არ არის კი ბატონო და ფუნქციურიც არის და დღეს გავიგეთქო გითხარი რომ საკმაოდ მაღალ რო ყველაჟეა ნატრთობი რაც ტაქტიკური დანებისთვის თითქმის წარმოუდგენელია რა უმაგრესი მოდელი არის ფიქსების მოყვარულებს აი სიმართლე გითხრა აი ეს დანა ალბათ უნდა გქონდეთ იმიტომ რომ საოცარი დანა არის როგორც ეს signature series არის DLC ვერსია კარბონის ტარით ნუ საოცარი ვარიანტი როგორც საბჭოთა პერიოდში და არა მარტო საბჭოთა დღესაც სტეჩკინი როგორც იარაღი შეიძლება ბევრი იყო უკეთესი მაგრამ სტეჩკინი იყო სტეჩკინი აი სტეჩკინი რა აი ძალიან რაღაცნაირი გადაცემა გამოგვივიდა ხო რა გითხარი იმაში გითხარი რა და არ მოისვენე და აჰა მივიღეთ კაი ხარაში მაგრამ არ არის ეგ ფრონტალური ეგ ძალიან მაგარი დანაა ხო ესა ეს მაგარი დანა არის ნუ ცოტა ყველაფერი არის ტაქტიკურიც არის ისეთი არის რომ ყოველ დღიურობაში შეიძლება გამოიყენო იმიტომ რომ პირეს დაყვანად ხელი აქვს ხელშიც კომფორტული არის ფოლადი M390 არის არ ვიცი ძალიან ბევრი აქვს ფანტასტიკური არჩევანია კაი ჩემი შემდეგი არჩევანი ერთადერთი ფრონტალური დანა აი ეს დანა ვისაც
თავში მოუვიდა და ვინც არ ვიცი დახატა, თვითონ ტონემ დახატა, თქვათ მისმა რომელიმე დიზაინერმა, გენიალური ნივთია რა. ამდენით ვერც ვერ გააკეთებ დიდად, რა ვიცი, ასე პაკეტს გახსნი, რაღაცა ჩიპსებს გახსნი, მაგრამ საოცრება, მართლა საოცრება. აი ფულის ჩადება რა, რამოდენიმე კუპიურის ჩადება, ჩიპსზე გაკეთება, ესეც რაღაცა მარიაჟობაც არის, ანუ სტატუსიც არის და გართობაც არის რა. ეს არის ნივთია რა, რაღაცნაირი ნივთია რა და აქაც Star Wars-ი, Stormtrooper-ი, ანუ დანის ემოციას არ იწვევს ჩემში, რაღაცნაირად ძალიან მაგარი საინტერესო ნივთის ემოციას იწვევს, რომელიც პლუს დანაც ეს კაცი აღიარებს, რომ ცაციები ადამიანები არიან, კანიგინისგან განსხვავებით, იმიტომ რომ მოატრიალებ და კლიპსაც აკეთებ ხარეს. რა. არ ვიცი მე ხელი ვერაფერს ვიტყვი, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი არის, დღემდე მწყდება გული, სულ ხო იცი არის რომ მომენტები რომ რაღაცა დანასროყი და გონია რომ კიდე იშოვნე და Bounty Hunter-ი მქონდა რა და გავყიდე 800 ლარში. და აღარ შემხვდა იმის მერე რა და რაღაცნაირად გული მწყდება, ხო, გული მწყდება, იმიტომ რომ ძალიან მაგრად მიყვარს ეს მოდელი. ნამდვილად. თან გინდა არ გინდა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმითაც ვსაზღვრავთ რომ რისი ტარება შეიძლება და რისი არა და ამის რაღაცნაირი იმედი მაქვს რომ ამის ტარება რა არის. ფორუმებზე ამათ ხო თავის სექტა ხო ყავთ რა და გუშინ წინ ნახე რომ მოკლედ ძალიან ესეთი ჭორი არის მაგრად გავრცელებული რომ ეხლა ხო ამერიკის 250 წლის ის არის და კაროჩეო საოცარ რაღაცეებსო უკვე დამტკიცებული აქვს მაგრამ ჯეროთ საიდუმლოებია მაგრამ ერთიო გამოძრავ ამაზე არის კაპიტან ამერიკა იქნებაო რა და მაგას ველოდები ეგ თუ სიმართლეა აუ კარგად მინდა რა კაპიტან ამერიკა ეგა რა კაციაობა იქნება ეხლავე გეონები ერთი თუ შემხვდა ვერ დაგითმო გავტეხოთ ძალიან მაგარია მოკლედ გავხსნათ და ტარები გადავეტანოთ და გაყოფილი გვექნება არა მე გაყოფა შეიძლება ვიზავთ რა ძალიან მაგარი რამეა ნამდვილად კი ბატონო ამ მოდელს ვაღიარებ და აი Microtech-ის მოყვარული თუ ხარ ეს მოდელი როგორ არ უნდა გქონდეს ხო კი არ ვიცი მაგრად მიყვარს გამორჩეული Microtech-ში 3 ევროში მოვახვედრებდი ბაზარი არა აბა შემდეგი მოდი ხერას გადმოდებ ორივეს მიხედავთ თან ძალიან დიდხანს ვერ გაგვიგზელეთ საცალოთ რო არ იყოს ეს არის ხერა და ეს არის ხერა 2 მინი არის ეს ძველი ხერა არის აი ესეც ეხლა ცოტა ჭირს ხოლმე შოვნა. ჩემი უსაყვალესი მოდელი იყო, მანამდე შოულობდი ხოლმე რამდენიმე მოხ ჩამოტანილი შავი DLC Hellhound-ი პირებით იყო ხოლმე და განსაკუთრებულ ადგილზე მედო ხოლმე. და განსაკუთრებულად ვაქებდი ხოლმე ეხლა რომ მომწონს დანა და ვფიქრობდი ხოლმე ადამიანებს დაენახათ ხოლმე და ერთ-ერთი ჩემი გამორჩეული მოდელი იყო. აი საოცრად ლამაზი დანა არის. ძალიან დიდი არ არის, ხელში ძალიან ერგონომიული არის. აი ყველანაირი პლუსი აქვს იმისი რომ აი ვისაც მართლა ფუნქციურად უნდა რაღაცნაირად ხელში კომფორტულად ის აქსესუარადაც კარგი არის ჯიბეზეც არ გამზიმებს არ ვიცი უამრავი პლუსი არის და ბევრი შეიძლება ამდანაზე საუბარი და ნუ ეს რა თქმა უნდა signature series-ი არის ესეთი შესრულებით ულამაზესი დანა არის და ძალიან კომფორტული და განსხვავებული მე კომენტარს არ გავაკეთებ მეთანხმები თუ არ მეთანხმები კაი მოდელია ლამაზია ძალიან ლამაზია, წეღარაც აღვნიშნე რომ სადიდო თქო ვერ დავინახეთ თქო ძალიან ლამაზია. რაღაცნაირი ნაწყენი. არა ისე ვაკე. მე უნდა მივაწვე რა ბოლომდე ამ ხაზს რა რომ მოკლედ. კაი, მოდი ახლა ვიტყვი ერთს კიდე. ხერა 2 მინი. აი აგას უფრო რაღაცნაირად რატომღაც არ ვიცი. არ ვიცი, საოცარი მოდელი არის. აი, ამას გავუკეთე. აი ამ დანას ჯიბით ვატარებდი. აი სამწუხაროდ არ მაქვს ნებართვა, მაგრამ ამ დანას ჯიბით ვატარებდი. აი რო არჩევენ ხოლმე რომ აი რაღაცნაირად კაი კომფორტული და რას გვიჩვენ Microtech-ებში სატარებლად. აი მას ვეუბნები რომ აი ეს დანა არის idеალური დანა არის. ზომა პატარა არის, მაგრამ ისეთი რომ რაღაცა ხელში სიმცირის ემოციას არ იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის. პირის ზომა აბსოლუტურად საკმარისი არის. აგრესიული. კი. ძალიან ფუნქციურიც არის. ანუ დაშვება აქვს. ეხლა კი ავტომატურები ცოტა პრეტენზიულები არის მტვერზე რაღაცეებზე, მაგრამ მე ყოველდღიურ დანებს უყურებ, აი რაღაცა ყუთი გახსნა, ფუცელი გაჭრა, თოგი ბაწარი გადაჭრა, ხანდახან რაღაცა კაბელს გათლი, რაღაცა აი არც პროდუქტი ნახე მე ხო მოგიყევი რა მე ხშირად ვჭრი რა საჭმოს რა. უბრალოდ პლევიჩკა უნდა კონდეს რომ იმ მომენტშივე გაწმენდო რა და ვაფშე არა. კი ბატონო, თავარი შიგნით არ შეიტანო. კი ბატონო.
აი ეს არის საოცარი დანა. ერთადერთი კლიპსა ცოტათი მეუხეშება ხოლმე, მაგრამ მინახავს მე ცოტა დარბილებული, ელტყობა რაღაცა რამდენიმე იმაში რაღაცა ცოტათი ხმარებაში იმაშვება. ძალიან კარგად ჩადის, ამოდის. არ ვიცი, ულამაზესი მოდელიც არის. ძალიან სასიამოვნო აი ვარიაციებიც აქვს. ფუნქციურიც არის, კი. ამაში აუთბრეიქიც ქონდა და იმაზეც ნამდვილად არ იყო წვეტა. მაგ მოდელზე თანახმა ვარ, მოკლედ. კარგი მოდელი არის, მიშალა, ყველა მხოლოდ პლუსები. EDC მოდელი არის ნამდვილად რა. მხოლოდ პლუსები. მოდი, მე ბოლო მოდელს ვიტყვი ახლა და მე პატარა ჩანართი გვინდა დავამატოთ რა და ეს არის რატო ავიღე ეს დანა. მოკლედ, პიროვნულად ეს ტიპი კიდევ უფრო მეტად არ მევასება. სებასტიან ბერენჟი, ბორკა ბლეიცი, იგივე ეთნიკურად სერბი ადამიანი და ეთნიკურად სერბები მე ძალიან მიყვარს. ანუ არაფერ შუაში არ არის რა, რაღაცა შოვინიზმი ან რაღაცა. შრომელი ბიჭია, ძალიან შრომელი ტიპი არის. რაღაცები მოვიძიე მასზე. ვიზუალურად ბევრი ლამაზი რაღაცა მინახავს, მაგრამ მინახავს უმახინჯესი რაღაცეებით, რაც გაუკეთებია, მაგრამ ეს ალბათ არის, რავი რა, რაღაცა რო იწყებ ადამიანს, შევა თავიდანვე არ გამოდის. ანუ ეს მესმის. მოკლედ, ამ დანაზე მქონდა იგივე განცდა. თავიდან რო დავინახე, მეთქი, ეს რა უბედურება, მაგრამ დროთა განმავლობაში ანუ ძალიან შემიყვარდა. ამ დანაში ხა მე არ დავიწყებ, ამ დანაში ძალიან ბევრ რაღაცას ხედავ მოპარულს რა. ანუ ბევრი მომენტია, რომ სხვადასხვა რაღაცებისგან არის. უბრალოდ კარგად არის შეკრებილი. აი, მაგრამ როა იყო რაღაცა ვან გოგისგან, რაღაცა დეგასგან, რაღაცა კარავაჯოსგან და όμως ეს ყველაფერი კარგად რო შეკრა, ხო ძალიან რთულია. ანუ აი ეს ახალ ვერ შექმნის ყველა. არის ხა მე რომ დაუბრიდო და პირი ესე რომ გავაკეთო, ეს არის ბასტინელის ერთ-ერთი დანა. ანუ მამასაც დავდებ, მოვძებნი ამ ფოტოს, აუცილებლად დავდებ რა. მოკლედ, ბევრი ნიუანსი არის, ანუ აი, მაგრამ საოცარი დანა. ანუ ავტომატურად ძალიან კაი ავტომატია. ბევრი ყოველდღიური რაღაცის გაკეთება, აი შინკავაც ქართულად როგორ არის რა, პროდუქტიც კი შეგიძლია რომ დაჭრა, ძალიან მაგრად მომწონს რომ აი ამ ხელა იმაზე ამოფრეზა აქვს, კლიპსის გაკეთებული. ნუ მოკლედ სტიჩი ძალიან მომწონს. ბასტინელი არ დამოერთვის, ბასტინელი მე მიყვარს და ბასტინელზე მე რაღაცნაირად მოვაკროვებ და ჩავწეროთ ერთი ვიდეო. კი ბატონო, მე ვიცი რომ მეც მიყვარს თან და ბასტინელი მიყვარს. ამდანაც რაც შეეხება მიშა, ჩემი გამოცდილებით მე მქონია პრაქტიკაში ადამიანები, ვისაც ეს დანა უყიდია, ისე რომ ბევრი არც არაფერი მაიკროდეგზებსობინათ და არც ბორკაზე, მაგრამ საოცრად მოწონებიათ და შეყვარებიათ. მქონია ადამიანებთან შეხება, რომელთაც უბრალოდ ჩაუვარდათ ხელში იაფად, არ ყოფილან მაიკროტეკის ფანები, სხვა ძალიან კარგი გამოცდილი კოლექციონერები და რამდენიმე ხნის მერე მინახავს და მოსვლან და ძალიან შეყვარებიათ ეს. ანუ აქვს ამ დანას რაღაცა ნამდვილად. ძალიან ანუ მაგარი საინტერესო მოდელი არის და მაგარი დანა არის. ეხლა რაც ვილაპარაკეთ რა, მაგალითად, აი ეს 100% ვიცი რომ იქნება ჩემ კოლექციაში ხა. როდის არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ იქნება რა. უმაგრესი დანა არის. უმაგრესი ვერსიები არსებობს. პირადად მე ავიღებდი აი სერეიტორით რო იყო. ხო. აი full სერეიტორი ეს დანა აი გიждები. ისეთი ლამაზი არის. თან შავი ვერცხლისფერი ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი ფავორიტი ვერსია არის. მოკლედ ამ დანაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი და აი ის ემოციები, ხელში ჯდომა, გახსნა და კეტვა. პირის ფორმა ისეთი რომ მართლა რაღაცაში შეიძლება გამოიყენო, ისეთი რომ თქვა მოუფლო არ იყო არაფრით, აი ყველაფერი ჩემთვის ძალიან საკმარისია იმისათვის რომ თქვა რომ ძალიან მაგარი ნამუშევარი არის. ნამდვილად. და ნუ ხა კი არ არის თქვა შეიძლება აი იაფი, მაგრამ აი ეს რა ფასებიც ღირს მე მიმაჩნია რომ ძალიან მისაღები ფასია ესეთი დონის დანისთვის რა. ან მართლა გულწრფელად ვიძახი, ეს სადღაც 1400 ლარის ფარგლებში არის და არის ოდნავ იაფიანი და უფრო მეტიანი მოდელებიც, მაგრამ აი ეს ის დონეა რომ ღირს. ვიშა, მაგ ფასებზე არ ვსაუბრობ, ჩემი აზრით დღესდღეობით ადრეს ბევრჯერ მithქვას, რომ ფუფუნება არის დანები. კი, იცი რატო ვიძახი გეუბრალოდ, ანუ როდესაც ხვები არ იძახიან ხოლმე, მე ხალხს რაღაცა წინს ავიდ და მინდა რომ რაღაც ხვდები, ბარემ ვიცოდი. ერთსაც ვიტყვი, მე არ ვიმხრობი დღევანდელი სამყაროს მოწყობას, როგორც არის, უსამართლოდ არის გადანაწილებული უამრავი რაღაცა, ზოგს 10 ლარი უჭირს, ზოგი 10000-ობით იხდის რაღაცებში, მაგრამ სამწუხაროდ ესე არის მოწყობილი. მე მაგას ვერ შევცვლი, რო შემეძლოს შევცვლიტი. კი ბატონო. რაც არის მაგას ვარ. ანარჩინო ვისაც რა შეგვიძლია სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, კი ბატონო. კეთილი.
დავამთავროთ ამ უმაგრესიდან. თუ ამ უმაგრესიდან კი არ დავამთავროთ, ორი მომენტი კიდე ჩანართი რო გვინდა და კი და მოდი ვთქვათ რა, არ გადავდოთ და ეს არის დაშვებები. ამ დაშვებებში ძირითადი რამოდენიმე დაშვება აბა აი ესე ვთქვათ, უცბად ჩავერვიდეთ. მოდი გეტყვით რომ დაშვები საიდან წამოვიდა იდეა რა მაიკლებს უყურებდი და არც ერთი hollow grind-ი არ აქვს. hollow grind-ები არ აქვს არც ერთი რა და დაშვებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და პატარა მონახაზივით გავაკეთებთ, რომ სახელმწიფოებრივ იყოს თქვათ რა არისთვის არის, როგორ არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად გადამწყვეტი არის ეგ დანის მუშაობაში. ზოგს გონია მოაქვს უამრავი დანა, რომ აი გასალესი არის ვერ აჭრის და ლესვა არის აი როგორც აი ბენზინი ჩაასხა მანქანაში. დანარჩენი არის ყველაფერი მანქანა. თუ გაფუჭებულია, ვერ იმიტის. თუ ნელია, რაც არ უნდა ჩაასხა, ის მაინც ნელად დადის და ასე შემდეგ. იგივე არის დაშვებების თემაში, რა გადამწყვეტი არის ეგ და პატარა დროს დავუთმობთ დაშვებებს. დანარჩენი ძალიან ბევრნაირი არის ეს, არ ვიცი, ცალკე ვიდეოც შეიძლება დიდი ვიდეო გავაკეთოთ. კი, უბრალოდ ეხლა თუ გინდა მარტო იმაზე ვთქვათ, რა, რახან მაიკროტექში ვერ ვნახეთ ლინზა, შიდა და გარე ლინზაზე ვთქვათ ორი სიტყვა რა. ამ დაშვებებზე რო ვლაპარაკობ, მაიკროტეკები ძირითადად ვერ ჭრიან, მეგობრებო, რო იცოდეთ, უმრავლესობას ვცდილობთ ხომ რომ გავაფრთხილოთ, უმრავლესობა არის რომ ეგეთი ვერ ჭრის. დანარჩენი ეხლა მოაქვთ მე ეს რომ აი ვერ ჭრიან და ეგ არის იმიტომ რომ დაშვებები არის. მაგალითად რომ იცოდეთ ეხლა ეს არის double edge ორმაგი დაშვება არის. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ეხლა დანის სისქე ამაზეც და თქვათ ამაზეც არის ერთი და იგივე. მაგრამ აქ უკვე აი ეს დაშვებები არის ის რომ სოლივით არის და აქ ლესვა წვრილი რო არის ძალიან მაღალ გრადუსზე გადალესილი და შესაბამისად დანა ვერ ჭრის არის ტაქტიკური დანიშნულების. დაშვებებს მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება თუ დანები გინდათ რომ ფუნქციურად გამოიყენოთ. დანარჩენი ეს არის double edge და მოდი ეს ცოტათი ფუნქციური არის. ყველაზე ფუნქციურები ალბათ აი ესეთები არის და ის MSI. აგიდომა ხო. ესენი არის flat grind-ი და დაშვებები აქვს. სწორი დაშვება აქვს და არის დაყვანის სისქეები არის შედარებით ადეკვატური, რაც ყოველდღიური მოხმარებისათვის მისაღები არის. სტიჩიც ფუნქციური არის, თუმცა ამასთან შედარებით ბევრად ცუდად გაჭრის, იმიტომ რომ ბევრად სქელი არის და დაშვებები შეხედეთ ეწყებათ მიახლოებით შუიდან. შესაბამისად, ბევრად უფრო სოლისებური დაშვება აქვს და შედარებით ცოტა ისე რთული არის ამითი რაიმეს გაჭრა. დანარჩენი გადავიდეთ hollow grind-ზე, ყველაზე დიდი ისეთი სხვაობები, მაგალითად, აი double edge-სა და თქვათ მჭრელ დანებს შორის არის hollow grind-ი, ეგ ეწოდებული შიდა ლინზა, ანუ დაშვებები რო კეთდება, აი ეს. ამას აქვს შიგნიდან აქვს მუცელი ამოღებული და დათხელება აქვს ძალიან ისეთ. შესაბამისად, ამას ბევრად სუსტი არის უხეშ დატვირთვებზე, ანუ ბევრად თხელი არის, თუმცა ჭრის ძალიან სასიამოვნოდ. ძალიან სასიამოვნოდ, რამდენიმე ლესვის მერეც ეს პირიქით თხელი არის და არ სქელდება არანაირად და არ კარგავს ჭრის ხარისხს. შესაბამისად არის ზევით რო ადიხარის აღარა გაკროს ხურთან ხო. შესაბამისად არის მჭრელი დანა. დანარჩენი ახლა ამას აქვს კიდე ულამაზესი გრინდი არის. ეს არის compound grind-ი. წინ თუ ხედავთ არის სწორი დაშვება. აქ არის შიდა ლინზა. წინა მხარე არის შედარებით უხეში მოხმარებისათვის. ესე პირობითად რო გავჭრე წინა მხარეს შევძლებ, კი ბატონო და თუ მინდა რაღაცა, აგერ კი ბატონო, კი გულს ამოუღებ, მჭრელი დანა არის. სხვა კიდევ მოდი ლინზებიც ვახსენოთ. არა ეს მოდელი თქვი რა, იმიტომ რომ თავიდან რო ვერ გავხსენი და გავგიშდი რა, ეს საერთოდ ახალი მოდელი არის. ხო, ჯეკ ვულფის ცერბერუს ნაიფთან ერთად პირველი კოლაბორაცია არის და პირველი განსხვავებული ჯეკ ვულფი არის, სიახლე არის ჩვენთან საქართველოში, აი ესეთი მცირე ზომის საოცარი ნამუშევარი, საოცარი იდისი დანა. მჭრელიც არის. წინაც სქელი აქვს და ცოტა უხეშ მოხმარებას გამოდგება. სამწთადი ძალიან მაგარი აქვს. არ ვიცი, საოცარი დანა. ანუ ჯეკ ვულფმა გადაწყვიტა, რომ ახალი ტიპის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, მოიზიდოს და ძალიან მაგარი რაღაცა შექმნა რა. ნუ პირველი კოლაბორაცია შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული არის. კაი დანა არის. დანარჩენი ახლა რამდენ პოპულარული გახდება, რამდენად გაყიდვად და ეს ალკე თემა არის, მაგრამ ჩემი აზრით წარმატებული კოლაბორაცია არის, ძალიან მაგარი მოდელი გააკეთეს. მე ძალიან მიყვარს მცირე დანების გაკეთება ძალიან რთული არის. თან აი ფუნქციური. კი და აი ეს არის რაღაცნაირად იდეალური ზომა არის. არც დიდი არის, არც პატარა არის, ყველაფერი აქვს ჩემი აზრით ზომიერი და კაი დანა გააკეთეს. კარგი და აბა ეხლა შემდეგ დანაზე გადადიგიო, რომელზეც მე თითქმის 3 თუ 4 წელია თვალი მაქვს დადგმული და გამომეპარა რომ პირველად გაიგე? კი, დღეს გავიგე პირველად რომ ყოფილა გარე ლინზა. მოდი ამაზეც ვისაუბროთ. დაშვებებთან რო შევეხეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გარე ლინზაც. გარე ლინზები არის ძალიან ბევრნაირი, მეგობრებო, მაგასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუნდაც აი შიდა ლინზაზე რო იყო საუბარი მიშა. შიდა ლინზები შენ გინახავს, იცი, SRK. შიდა ლინზა არის, მაგრამ
პირის დაშვების სისქე აქვს, იმას აი ამ სისქე აქ რო აქვს. ანუ ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, ახლა ეგრე კარგად ვერ ჩაუღრმავდებით, იმიტომ რომ მთელი დღე შეიძლება არ გვეყოს, მაგრამ ძირითადს ვლაპარაკობთ. ახლა ეს არის ლინზა არის, თუმცა ესეც ბევრნაირები არის. არის სამზარული დანები, აქ ჩვენს უკან რო არის ლინზებია, ისინი ძალიან მაგრად ჭრიან, თუმცა სხვა დანიშნულების არის. ესეც ლინზა არის, თუმცა სხვა დანიშნულების არის. თუმცა გამოცდილებით ალბათ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ გარე ლინზები ძალიან კარგად ჭრიან. გაყინული პროდუქტი იქნება, მყარი პროდუქტი იქნება, სხვადასხვა რაღაცა იქნება, ძალიან სასიამოვნოდ ჭრიან. ეხლა ეს კითხვა გამიჩნდა გიო, ჩემთვის ეს დანა ასოცირდება ლომიკთან რა და არის კიდევაც და რომელიმე cold steel-ი გარე ლინზა გახსენდება? cold steel-ი გარე ლინზები არ მახსენდება არც ერთი. უბრალოდ მეთქი, იქაც ხო არ გამომჭა რამე თქო მაგითო. არა, გარე ლინზები არ მახსენდება. იცი რა, ესეც სპეციფიური გარე ლინზა არის რა, დაშვებები ცოტა ფლეთია და მერი აქვს. უბრალოდ რადგან სქელი დაშვებები აქვს ძალიან, მერე ლესვაში უკვე გამოვიდა რომ გარე ლინზას ვარ. ძალიან საინტერესო რაღაცა გამოვიდა საბოლოო ჯამში. კი და მადლობა რომ მიმაქცევინა ყურადღება. კი ბატონო. სხვა მიხელი ძალიან რო გაგვიზელდეს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება დაშვებებს თუ ფიქრობთ რომ დანა ფუნქციურად გამოიყენოთ. და სანამ დაგემშვიდობებით, ტრადიციულად გამოიწერეთ ჩვენი არქი მეგობრებო, დაელოდეთ ბევრ ძალიან საინტერესო სიახლეს, ძალიან მაგარ ვიდეოებს და ტრადიციული თვის სიახლეები იქნება ძალიან მალე და უამრავ დანას იხილავთ. ასევე ცხელზაფხულს შეგიძლიათ საღამოობით ამე გამაგრილებელი სასმელი დაისხათ და ჩემი და გიორგის ბას დისკუსიებს უყუროთ და აქვე შეგეტყვით რომ ნელ-ნელა ვიწყებთ ესეთ ამბებს რომ სტუმრები გვეყოლება ჩემო კარგებო. და აი თუ როგორი დონის სტუმრები გვეყოლება ამ სფეროსთვის ამას ნახავთ თქვენით. ჯერ ხურდებით, ჯერ კიდევ კი ბატონო. ახოთ. ეს ყველაფერი ჯერ დასაწყისია რა. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.